გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზ ჭერის ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით მოქალაქე ელექტროიარაღით იჭერდა თევზს. მცხეთა-თიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამხვევებს თევზ ჭერის აკრძალული საშუალება ჩამოართვეს და დაალუქეს. ელექტროიარაღით თევზჭერა აკრძალულია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, მასალები გადაიგზავნა საგამოძიებო ორგანოში. ბრაკონიერობა ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელსაც აქტიურად ვუებრძვით. ყველა მსგავს სამართალდამხვევაზე დეპარტამენტი მომავალში შესაბამის რეაგირებას მოახდენს. თევზჭერის ელექტროიარაღის მავნეზე მოქმედების გათვალისწინებით გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიციირებით 2024 წელს გამკაცრდა საკანონმდებლო მოთხოვნები ელექტროიარაღის ფლობაზე ერთის მიმართულებით და ასევე მის გამოყენებაზე. ნებისმიერი ელექტრომოწყობილობის, ასევე მომწამლავი და ნებისმიერი ტიპის სახარდებადის გამოყენება პირველივე შემთხვევაში ხდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რაც ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.